ახლა დაიწყება ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და გამორჩეული რუბრიკა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება და რომელსაც ტრადიციისამებრ ნათია შათერიშვილი უძღვება. მე მივესალმები ნათიას, დღემშვიდობის ნათია, ძალიან დიდი მადლობა ჩემი დროისთვის და მოკლედ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღევანდელ გამოშვებაში ტრადიციისამებრ, ამიტომაც ისმე ყურადღებით. მოგესალმებით, მე მესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. დღეს წარმოგიდგენთ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის მშვენიერეს უკვე წარმატებულ ბიზნესმენ ლიდერ ქალბატონს რადა კაკოპოვას. პირველ რიგში მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებს, ასევე სტუმრებს დავაანონსოთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ 1 დეკემბერს რიგით მეათე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება შემაჯამებელი ლიდერ ქალთა ორგანიზაციის, სადაც წარდგენილი იქნება კიდევ რამდენიმე წარმატებული ლიდერი ქალბატონი. და დღეს ჩვენ უკვე ორგანიზაციის წევრ ქალბატონთან გადავალ პირდაპირ კითხვით და ძალიან საინტერესოა მისი წარმატების ისტორია, მის ბიზნეს ყველა იცნობს, უმრავლესობა ჩვენი ორგანიზაციის 10,000-მდე წევრი მით უფრო ძალიან კარგად. და წარმოგვიდგენს ალბათ ქალბატონი რადა თავის თავს და თავის ბიზნესის შესახებ ისაუბრებს. მოგესალმებით და გისმენთ ყურადღებით, მოკლედ ნათია ძალიან კარგი შესავალი გააკეთა და მოკლედ გაეცანით ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მე მქვია რადა კაკუბავა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ნათიას ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა თქვენ და ყველას აბსოლუტურად. მე ბევრს ვერ ვისაუბრებ საკუთარი თავის შესახებ, როგორც ნათიამ თქვა, მიცნობს უმრავლესობა, ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, ეს სფერო. ბაზარზე ვარ 2011 წლიდან. დღემდე ალბათ ძალიან ბევრი დაცემა, ბევრი წარუმატებლობაც ცდებდა ამ ბიზნესს და უამრავი სირთულე ჰქონდა, როგორც ალბათ ყველა ბიზნესში ხდება ხოლმე. დღესდღეობით გვაქვს ერთი პატარა მაღაზია რუსთავში, რომელიც მდებარეობს პავლე თოდრიას ქუჩაზე ნომერ 7-ში. გვაქვს ფილიალი, ასევე ქალაქ რუსთავში და ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას, ეს უკვე იქნება ძველ რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე. ეს ასე ვთქვათ, სიახლეა, რომელიც ჯერ არავინ არ იცის ამის შესახებ. ყავს 183,000 გამომწერი. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ბევრი, მაგრამ თავად მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ იმისათვის, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე გახვიდეს, საკმაოდ კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ შესთავაზო პროდუქცია. გვაქვს ონლაინ გაყიდვები და ადგილზე მემსახურებით მომხმარებლებს. რადა არის ძალიან თავმდაბალი შევარდეთ. საკმაოდ მოგრძალებულია, მაგრამ რადას ძალიან როგორც თვითონ აღნიშნა, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, მაგრამ ამავდროულად რადას უნიჭიერეს ქალბატონია, ის არის ვოკალისტი, პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ დღესდღეობით ალბათ მოცემულობა მოუტანა ის, რომ ის დღესდღეობით წარმატებული ბიზნესმენი ქალბატონია, რომელშიც აგრეთვე არის მისი ოჯახის წევრები ჩართული და ეს არის საოჯახო ბიზნესი და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ბიზნესში, სადაც არის ოჯახის წევრებიც ჩართული და ერთიანად ემსახურებიან საქმეს, ის ბიზნესი ყოველთვის არის წარმატებული, ხო? ნამდვილად. კი. მეც ყოველთვის ასე ვამბობ ხოლმე და აღვნიშნავ ამას, თუ გინდა, რომ პატარა ბიზნესზე მაქვს საუბარი, არ მაქვს ქსელურზე საუბარი, რა თქმა უნდა. პატარა ბიზნესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ოჯახი იყოს ჩართული და ჩვენ ყველანი მეუღლე, შვილები, რძლები, უკვე ორი რძალი მყავს, შვილებს აქვთ თავიანთი ოჯახები, მარტო პატარა ვაჟი დამრჩა და საქორწინებელი და ვართ ყველანი ერთად ჩართული. და როგორ დაიწყო თვითონ აი ბიზნეს საქმიანობა და აი საიდან იწყებს სათავეს, საიდან იღებს სათავეს, იდეა საიდან გაჩნდა უპირველეს ყოვლისა და შემდეგ როგორ იყო მისი განვითარების პრეისტორია და ევოლუცია საბოლოო ჯამში როგორც მოვიდა უკვე კომპანია და საქმიანობა აქამდე. მქონდა პროფესია, როგორც ნათიამ თქვა, ვოკალისტი ვიყავი და ჩვენმა სკოლის დირექტორმა შემომთავაზა, რომ მინდა შენერი ნიჭიერი გოგონა ჩემთან ასწავლი და სკოლაში მივედი. დავიწყე ასე ვთქვათ, სკოლაში მუშაობა, მუსიკის მასწავლებლად. გადიოდა დრო და ანაზღაურება იმდენად ჩემთვის იყო, ასე ვთქვათ, მიუღებელიც და მცირე არ მყოფნი და გადავწყვიტე, რომ რაღაცა ახალი შემექმნა მე თვითონ და ყოველთვის ვოცნებობდი რაღაცა ჩემი მქონოდა.
მომიწია სკოლიდან წამოსვლა დავანებე თავი, ასე ვთქვათ, რაღაცა დროებით ვიფიქრე, რომ რაღაცა სხვას დავიწყებდი და დავიწყე მუშაობა ამ კუთხით. იდეა არსაიდან დაიბადა, უბრალოდ ყველა მეზობელი მეძახდა ჩვენი პრანჭია ჩამოდისო, ადრე ძალიან გადაპრანჭული დავდიოდი, ყოველთვის ვცდილობდი რომ ლამაზად შემოსილი გავსულიყავი, თუნდაც პურის საყიდლად სურსათში და ყოველთვის მინდოდა რომ გამელამაზებინა სხვებიც. როდესაც დავიწყე ამაზე ფიქრი, უამრავი წინააღმდეგობა დამხვდა და ყველაზე მეტი წინააღმდეგობა მოდიოდა ახლობლებისგან, რომ რუსთავი არის გაჭირვებული ქალაქი, იმიტომ რომ 2011 წელი ეს ის წელი იყო, როდესაც ჩვენ არ ქონა კარფური, ჩვენ არ ქონა ბეკოს მაღაზია, ელიტ ელექტრონიკსი, ან უამრავი მაღაზია, რომელიც დღეს ჩვეულებრივია, ხო, საქართველოს ბაზარზე ყველგან არის, მაგრამ ჩვენ არ გქონდა. ეს მაღაზიები და დავდიოდი თბილისში და ჩემი პროდუქციაც იყო შედარებით მაღალფასიანი მომხმარებლისათვის და რუსთავის ბაზრისთვის. ამბობდნენ მეორადების, რომ გახსნა აუცილებლად იმუშავებს. აი რაღაცა ბიუჯეტური, მაგრამ შენი მაღაზია ვერ იმუშავებს. როგორც ნათიამ ახსენა მე ვთქვათ, კარგი ვიტყვი. მე ვარ მორწმუნე და ჩემი ყველა, გადაწყვეტილება მოდის მხოლოდ შეთანხმებით. თუ ვილოცებ და მე მექნება შინაგანად იმის დასტური, რომ ეს უნდა გავაკეთო, ასეთ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას და ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს ღმერთო, მომეცი სიბრძნე, წავიდე თბილისში თუ არა, მაგრამ სამი მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ბაღში, სკოლაში, მასწავლებლებთან უნდა მეტარებინა, ფიზიკურად ვერ შევძლებდი სადმე სიარულს. ვიპოვე ფართი, რომელიც იყო ჩემს ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ და ეს არის გადამკვეთი, ძალიან ისეთი ქუჩაა, სადაც ხალხი არც მოძრაობს. თან გაითვალისწინეთ 2011 წელი. დავიწყე ფლაიერების ბეჭდვა, დავიწყე ბანკებში სიარული, თუ რამე ღონისძიება იყო რუსთავში, თუ სადმე მღეროდნენ, თუ სადმე ცეკვავდნენ, ყველა ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას აქტიურად, ამ ფლაიერებს ვარიგებდი, ვასპონსორებდი, ვაცმევდი, თუ რამე შემეძლო ყველანაირ აქტივობას ვაკეთებდი. საჩუქრებს ჩუქნიდით მომხმარებელს, მეხუთე შენაძენზე ბარათებს ვაძლევდით 4 ბარათის შემდეგ, ანუ რომ დააგროვებდა მომხმარებელი, ვჩუქნიდით საჩუქრებს და აი ასე საკმაოდ რთული იყო ეს გზა და არ მინდა ძალიან გრძელი გამოვიდეს ეს ისტორია. ძალიან საინტერესო პრეისტორიაა და სხვადასხვა კაი მაგალითიც არის, როგორ გადალახოს ადამიანმა სირთულეები და ასე შემდეგ. როდიდან ხართ უკვე ლიდერ ქალთა საზოგადოებაში გაწევრიანებული და შესაბამისად უკვე საზოგადოების კონტრიბუცია, რომელიც ძალიან დიდია ზოგადად, თითოეული წევრის მისამართით და არა მარტო წევრის მისამართით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და როლს თამაშობს ორგანიზაცია მთლიანობაში, განვითარებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდიდან ხართ უკვე ორგანიზაციის წევრი? 2022 წლიდან მე შევერთდი ლიდერ ქალთა საზოგადოებას და მის მერე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი პირველ რიგში ნათიას სახით და ასევე უამრავი წარმატებული ქალბატონი გავიცანი ამ საზოგადოებაში და რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ნათიასი და ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან თქვენი ერთგული მომხმარებლები უკვე, ხო? ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი წარმატების ისტორიები, როგორც აი თქვენ მოყევით, თუნდაც მე სხვადასხვა შემდეგ ვისურვებდი დიდი სიამოვნებით ვიზუალიზაციასაც თუ შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ჩემს უნდა ნახოს ხოლმე მაყურებელმა იგივე ვიდეო კოლაჟის სახით, თუ რა საქმიანობას ეწევა თითოეული თქვენი წევრი ქალბატონი, რომელიც ძალიან მრავლად გყავთ ორგანიზაციაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ნათია, დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის.